მანქანებიც გადადიან ბორანით და როგორც ხედავთ, სულ ვინტაჟური და ძალიან კარგი მანქანები გადადიან. ეხლა დავდივართ ქუჩებში და ულამაზესი ქალაქი არის მართლა, აუცილებლად სანახავი არის და ჩვენ მივდივართ ვილა მონასტეროს სანახავად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვილა არის ვარენაში და ზოგადად კომპლექსზე, ამიტომ დავათვალიერეთ ერთად. კიდევ კარგი რომ აღარ წვიმს და გვაცადა ამინდმა, იმიტომ რომ ულამაზესი არის და წარმოვიდგენიათ ცისფერი ცის ფონზე რამდენად უკეთესი იქნებოდა და შოქში ხარ ხო? რაღაც 60-ში მოვხდით. არ ვიცი, სად ვარ ვერ ვაცნობიერებ. ალბათ რომ დავამონტაჟებ მერე ვლოგს და დავდებ მერე მივხვდებით თურმე სად ვიყავ. ძალიან ლამაზია. ბურატას პიცა შევუკვეთე, იმიტომ რომ შეყვარებული ვარ ბურატაზე, რაც აქ ჩამოვედი სულ ჭამ და გვაქვს სუპი, პარმეზანით და სუხარებით, ასევე კამპარი და ლუდი. просто ძალიან ლამაზად გამოიყურება, არ შემილია. Şangaya. Besed ჩვენი მარგარიტა. წყალ. მოკლედ ვარენაში ძალიან ყალფილი ვარ, ორი კოქტეილი დავმეთ ძალიან და ეხლა თელს სიამონებას მივიღებთ გემზე. მენაჯერ. არც დახედა ბილეთ წესიერად.
ძალიან ლამაზი მაგნიტებია ხალხო, ვიყიდეთ რამოდენიმე. ძალიან ორიგინალური არის მართლა. È solo per te, non è per me, lo perché mai. ჯობია რომ სნექები ავიღოთ. მოკლედ აპეროლების 64 არის. ეს რა? არ ვიცი. ახლა მოვედით მარკეტში, ვიყიდით რაღაც სნექებს, შეიძლება ღვინოთ სავარჯიშოდ, არ ვიცი. ან აპეროლი. და ავალთ სახლში, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა ღამდება. სხვადასხვა ძალიან გვიან ღამდება, აქ 9 საათზე კიდევ სინათლე არის, გარეთ რაც თან გასაოცარია. ანუ ყველანაირი ფასის ღვინოებია, დაწყებული 2 და 3 ევროდან, დამთავრებული, რა ვიცი, 80 ევროზე. ჩვენ ერთ-ერთი ავიღეთ, დავაგემოვნებთ და გაგიზიარებთ, როგორ მოგვეწონება. აუ, რა საყვარელი კამფეტები ვიპოვეთ, ძალიან საყვარელია. ეს ასაც უკრეთიც გაიგნება. აი ესე ავუყვებით სახლის გზას. აი ამ ლამაზი ხედებით. დაახლოებით 15 წუთი ჭირდება ქვევით სპორტიდან აქ ამოსვლას. და ნუ აღმართი არის, მაგრამ ისეთი ლამაზი არის, რომ ფეხით სიარული ძალიან სასიამოვნო არის. მით უმეტეს პატარა ბილიკები არის ნახევარზე მეტი გზა და ესეთი ტრასა არ არის. ბოლომდე ის რაღაც მონაკვეთი არის უბრალოდ და ვუყურებთ აი ესეთი ვილებს. ამინდი არის მშვენიერი. და რო ავალთ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ღვინო კარგი გამოდგება და მე კიდევ ვიყიდით. აი ეს არის ჩვენი სახლი გარედან. უკანა მხარეს. წინ ეს თოქმარი ცხოვრობს ჩვენი ჰოსტები. და ძალიან საყვარელია. აი ჩვენი სახლიც. დავბრუნდით ჩვენს აპარტამენტში და ახლა გაჩვენებთ თუ რა ვიყიდეთ. იტალიურ მარკეტში, რომელიც სახელიც არ ვიცი, რაღაც უცხო იყო. ვიყიდეთ პრინგლსი, პოპკორნი, ეს ისეთი სხილი. ღვინო სადაა და? აი ეს ღვინო და ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ და კოკოა. საყვარელი ნაწილი, აი ეს ჟელიბონები, რომელსაც ძალიან საყვარელი რაღაცები აწერია, ამას აწერია no stress და რეალურად ჰარიბოს დათუნია ჟელიბონებია, მაგრამ ნუ შეფუთო ისეთ საყვარელია, რომ უნდა გვეყიდა. ეს ორი ცალი, ეს ფირმა მე გამიგია, კენდინეს არის და ძალიან კარგი კონცეფცია აქვს წარწერები, რომ აი ეს აშკარად იტალიურად წერია და დიეტა რაღაცაო და ლუნელი დიეტა. სავარდოდ ნუ არ ვღავ დიეტას, რაღაც ეგეთი სასაცილო ფრაზები წერია. ამას ვერ გადავთარგმნი, ძალიან ბევრი რაღაცა იტალიურად. მარშმელოუ არის სხვადასხვა ფორმების. ასევე ესეთი მენთოსი, ეს შოკოლადი უნდა გავსინჯო რაღაცა იტალიურია და ესეთი შოკოლადი. სულ ეს არის 25 ევროს იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ჟელიბონები და უფრო ძვირი და მაქედან გამომდინარე, თორე ისე ძალიან კარგი ფასებია მარკეტებში და საკმაოდ იაფი არის. გარეთ ჭამაც, ნუ თუ ძალიან ის ცენტრში არ ჯდებით და ისიც მე თუ მკითხავთ მაინც იაფი არის. ახლა კომოს ტბის ხედზე რომ მივიცნობთ კოქტეილს, მინიმუმ 10 евро მაინც უნდა გერდეს, რა საკვირველია, მაგრამ თუ ცოტა შიგნით ქალაქში ნახავთ, მაშინ უფრო ადეკვატური ფასებია. მოკლედ, გავსინჯავთ ღვინოს და დაგიბრუნდებით. ბრებით.
აი ცხრის ნახევარზე ესეთი შუქია. ძალიან გვიან ღამდება. ამიტომ უნდა დავსჭი აქ. მარტო ამიტომ. დედაჩემი რჩება კომოზე აპირებს ცხოვრებას და მე ჩამოვახომე დაჩაზე კომოზე. ამ გუნამ გაამართლა მოლოდინები, ძალიან კარგი არის. ძალიან კარგი რა, კარგია უბრალოდ. ნაკიდის ყოლობაზე, პლუს ამას ფასიც ძალიან ადეკვატური იყო, ამიტომ მოკლედ კიდე ვიყიდი. ძირ არ გამისინჯავს, რაღაც იტალიური შოკოლადია. ძალიან გემრიელია. ხალხისტი ხელი და ცოტა ძის არომატიც აქვს. დღევანდელი დღე უკვე დასასრულს უახლოვდება. ხვალინდელი გეგმა არის რომ მოვინახულოთ ბელაჯიო, რომელიც ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ადგილია კომოზე. და რამოდენიმე ვილას მოვინახულებთ. დღევანდელმა ვილამ მოლოდინებს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა იყო. უშუალოდ ვილაში როცა შევედით აღარ იყო, თუმცა ნაწვიმარია და ღრუბელია და ის ეფექტი რა თქმა უნდა არ აქვს, რაც უნდა იყოს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან კმაყოფილი ვარ და მართლა ულამაზესი ადგილი არის, გულწრფელად აბსოლუტურად ყველას გირჩევთ.